დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. ოსტეოქონდროზი. ხშირად მოიხსენიება როგორც ხერხემლის ოსტეოქონდროზი, არის დეგენერაციული დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს მალთაშუა დისკებზე და ხერხემლის მიმდებარე სტრუქტურებზე. ეს მდგომარეობა ხასიათდება ხერხემლის დისკების გაუწყლოებით, ელასტიურობის დაკარგვით და დისკების სიმაღლის შემცირებით, რაც იწვევს ხერხემლის სახსრების ცვლილებებს და სიმპტომებს. დაავადების მიზეზები. ოსტეოქონდროზის განვითარებაში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს, მათ შორის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები, ხერხემლის დისკების ბუნებრივი დაბერება და გაუწყლოება ასაკთან ერთად ხდება. დისკები კარგავენ ელასტიურობას და ხდებიან უფრო მკიფე, რაც ზრდის ოსტეოქონდროზის განვითარების რისკს. გენეტიკური მიდრეკილება. ზოგიერთ ადამიანს აქვს გენეტიკური მიდრეკილება ხერხემლის პრობლემების მიმართ. თუ თქვენს ოჯახში არის ოსტეოქონდროზის შემთხვევები, თქვენ შეიძლება იყოთ რისკის ქვეშ. ჭარბი წონა და სიმსუქნე. ჭარბი წონა და სიმსუქნე დამატებით დატვირთვას აყენებს ხერხემალს და ზრდის დისკებზე ზეწოლას, რაც აჩქარებს დეგენერაციულ პროცესებს. მჯდომარე ცხოვრების წესი. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა და მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს ხერხემლის კუნთების სისუსტეს, რაც ამცირებს ხერხემლის საყრდენ ფუნქციას და ზრდის ოსტეოქონდროზის რისკს. ფიზიკური დატვირთვა. მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ხშირად განმეორებადი მოძრაობები ან არასწორი პოზა მუშაობისას შეიძლება გახდეს ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებების მიზეზი. ტრავმები. ხერხემლის ტრავმები, როგორიცაა დაცემა, დარტყმა ან ავტოსაგზაო შემთხვევები, შეიძლება დააზიანოს დისკები და გამოიწვიოს ოსტეოქონდროზი. არასწორი პოზა. არასწორი პოზა ჯდომისას ან დგომისას ასევე იწვევს ხერხემალზე არათანაბარ დატვირთვას, რაც ზრდის დისკების დაზიანების რისკს. კვებითი დარღვევები. არასწორი კვება და ვიტამინების ნაკლებობა, განსაკუთრებით ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი, ასევე ხელს უწყობს ოსტეოქონდროზის განვითარებას. ქრონიკული ანთებითი პროცესები. ხერხემლის ქრონიკულმა ანთებითმა პროცესებმა შეიძლება დააჩქაროს დისკების დეგენერაცია. დაავადების სიმპტომები. ოსტეოქონდროზის სიმპტომები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და დამოკიდებულია დაზიანებული ხერხემლის სეგმენტზე და დეგენერაციული ცვლილებების ხარისხზე. ძირითადი სიმპტომები მოიცავს. ტკივილი. ტკივილი არის ოსტეოქონდროზის ყველაზე ხშირი სიმპტომი. ის შეიძლება იყოს ლოკალიზებული კისრის არეში, კისრის ოსტეოქონდროზი, გულმკერდის არეში, გულმკერდის ოსტეოქონდროზი ან წელის არეში, წელის ოსტეოქონდროზი. ტკივილი შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდული, მოსაწყენი ან მჭრელი. ის ხშირად ძლიერდება მოძრაობის, ხველების ან ცემინების დროს. კუნთების დაძაბულობა. დაზიანებულ მიდამოში კუნთები შეიძლება იყოს დაძაბული, რაც იწვევს ტკივილს და შეზღუდულ მოძრაობას. კუნთების სპაზმი ხშირია ოსტეოქონდროზის დროს და ეს არის სხეულის დამცავი რეაქცია ტკივილზე. მოძრაობის შეზღუდვა. ოსტეოქონდროზის დროს დაზიანებული სეგმენტის მოძრაობა შეიძლება შეზღუდული იყოს, რაც ართულებს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებას. მაგალითად, კისრის ოსტეოქონდროზის დროს შეიძლება გაძნელდეს თავის მობრუნება, ხოლო წელის ოსტეოქონდროზის დროს დახრა ან გასწორება. ნერვული ფესვების დაზიანება. თუ დეგენერაციული პროცესები იწვევს ნერვული ფესვების კომპრესიას, შეიძლება განვითარდეს რადიკულური სინდრომი, რაც ხასიათდება ტკივილით, დაბუჟებით, ჩხვლეტის შეგრძნებით და სისუსტით კიდურებში. თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. კისრის ოსტეოქონდროზის დროს ხშირად აღინიშნება თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება გადაეცეს კეფის ან საფეთქლის არეში. ასევე შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა ან ხმაური ყურებში. ტკივილი გულმკერდის არეში. გულმკერდის ოსტეოქონდროზი შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ნეკნების არეში, რაც ზოგჯერ გულის ტკივილში ერევათ. ეს ტკივილი შეიძლება გამწვავდეს ღრმა სუნთქვის, ხველის ან მოძრაობის დროს. ტკივილი წელის არეში. წელის ოსტეოქონდროზი ხშირად იწვევს ტკივილს წელის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცეს თუნდულოებსა და ფეხებში. ტკივილი ხშირად ძლიერდება ხანგრძლივი ჯდომის ან დგომის დროს. სხვა სიმპტომები. ოსტეოქონდროზს ზოგჯერ თან ახლავს სისუსტე, დაღლილობა, გულისრევა, ძილის დარღვევები და განწყობის ცვლილებები. მკურნალობის მეთოდები და საშუალებები. ოსტეოქონდროზის მკურნალობის მიზანია ტკივილის შემსუბუქება, ანთების შემცირება, კუნთების სპაზმის მოხსნა, ხერხემლის ფუნქციის გაუმჯობესება და შემდგომი პროგრესირების შეფერხება. მკურნალობა კომპლექსურია და შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მეთოდებს. მედიკამენტური თერაპია.
ტკივილგამაყუჩებლები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი, დიკლოფენაკი ან ნაპროქსენი, გამოიყენება ტკივილისა და ანთების შესამცირებლად. ზოგჯერ საჭიროა უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება, როგორიცაა ოპიოიდები. კუნთების რელაქსანტები, როგორიცაა ტიზანიდინი ან ბაკლოფენი, გამოიყენება კუნთების სპაზმის მოსახსნელად. ვიტამინები და მინერალები, ბეჭდგუფის ვიტამინები, D ვიტამინი და კალციუმი შეიძლება დაინიშნოს ნერვული სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად და ძვლოვანი ქსოვილის გასამაგრებლად. ქონდროპროტექტორები, გლუკოზამინი და ქონდროიტინი გამოიყენება ხრტილოვანი ქსოვილის აღსადგენად და დეგენერაციული პროცესების შესანელებლად. ანტიდეპრესანტები, ზოგჯერ ტრიციკლური ანტიდეპრესანტები გამოიყენება ქრონიკული ტკივილის მართვისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტკივილს თან ახლავს დეპრესია. კორტიკოსტეროიდები, მძიმე ანთების დროს შეიძლება დაინიშნოს კორტიკოსტეროიდები, პრედნიზოლონი ან მეთილპრედნიზოლონი, მოკლე კურსით. არამედიკამენტური თერაპია. ფიზიოთერაპია მოიცავს სავარჯიშო თერაპიას, მასაჟს, ელექტროფორეზს, ულტრაბგერით თერაპიას, მაგნიტურ თერაპიას, ლაზეროთერაპიასა და სხვა ფიზიოთერაპიულ მეთოდებს, რომლებიც ხელს უწყობენ ტკივილის შემცირებას, კუნთების გაძლიერებას და მოძრაობის აღდგენას. მანუალური თერაპია. მანუალური თერაპია არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც მოიცავს ხერხემლისა და მიმდებარე ქსოვილების მოძრაობებით მანიპულირებას, რაც ხელს უწყობს ტკივილის შემცირებასა და მოძრაობის გაუმჯობესებას. აკუპუნქტურა. აკუპუნქტურა არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს სპეციალური ნემსების გამოყენებას სხეულის გარკვეულ წერტილებში ტკივილის შესამცირებლად და ენერგიის დინების გასაუმჯობესებლად. თერაპიული ვარჯიშები. სპეციალურად შერჩეული ვარჯიშები ხელს უწყობს ხერხემლის კუნთების გაძლიერებას, მოქნილობის გაუმჯობესებას და ტკივილის შემცირებას. ორთოპედიული საშუალებები. კისრის საყელო, წელის ქამარი ან სხვა ორთოპედიული საშუალებები გამოიყენება ხერხემლის საყრდენისთვის და ტკივილის შესამცირებლად. ინექციები. ეპიდურული ინექციები, კორტიკოსტეროიდები და ანესთეტიკები შეიძლება შეიყვანონ ეპიდურულ სივრცეში, რაც ამცირებს ანთებას და ტკივილს ნერვული ფესვების დაზიანების შემთხვევაში. სახსარში და ინექციები, კორტიკოსტეროიდები ან ჰიალურონის მჟავა შეიძლება შეიყვანონ ხერხემლის სახსრებში, რაც ამცირებს ტკივილს და აუმჯობესებს სახსრების ფუნქციას. ქირურგიული მკურნალობა. ქირურგიული ჩარევა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტურია და სიმპტომები ძლიერად არის გამოხატული. ქირურგიული ჩარევა შეიძლება მოიცავდეს დისკექტომიას, დისკის ამოღება, ხერხემლის სახსრების სტაბილიზაციას ან ხერხემლის სხეულების შერწყმას, ფუზიას. ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. იბუპროფენი, ნუროფენი, ედვილი. დიკლოფენაკი, ვოლტარენი. ნაპროქსენი, ნაპროსინი. მელოქსიკამი, მოვალისი. ცელეკოქსიბის, ცელებრექსი. პარაცეტამოლი. კუნთების რელაქსანტები. ტიზანიდინი, სირდალუდი. ბაკლოფენი. ტოლპერიზონი, მიდოქალმი. ქონდროპროტექტორები. გლუკოზამინი, დონა, სტრუქტუმი. ქონდროიტინი. გლუკოზამინი და ქონდროიტინის კომბინაცია, ტერაფლექსი. ვიტამინები. ბეჭდგუფის ვიტამინები, მილგამა, ნეურობიონი. D ვიტამინი, D ვიგანტოლი, კოლეკალციფეროლი. მალამოები და გელები. დიკლოფენაკის გელი, ვოლტარენ ემულგელი. იბუპროფენის გელი, ნუროფენის გელი. კეტოპროფენის გელი, ფასტუმის გელი. კაფსიკამის მალამო. ფინალგონის მალამო. ნექციები. კორტიკოსტეროიდები, დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი. ანესთეტიკები, ლიდოკაინი, ბუპივაკაინი. რჩევები. ჯანსაღი ცხოვრების წესი, იკვებეთ სწორად, მიიღეთ საკმარისი ვიტამინები და მინერალები, შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა და დაკავდით რეგულარული ფიზიკური აქტივობით. სწორი პოზა, დაიცავით სწორი პოზა ჯდომისას და დგომისას, მოერიდეთ დიდხანს ერთ პოზაში ყოფნას. ფიზიკური დატვირთვა, მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას და აციეთ სიმძიმეების სწორად. სტრესის მართვა, ისწავლეთ სტრესის მართვის ტექნიკები, როგორიცაა მედიტაცია ან იოგა. რეგულარული გამოკვლევა, რეგულარულად მიმართეთ ექიმს და გაიარეთ სამედიცინო გამოკვლევები, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების პროგრესირება. ადრეული დიაგნოსტიკა, თუ გაქვთ ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დროულად მიმართეთ ექიმს, რათა დაიწყოთ მკურნალობა ადრეულ სტადიაზე. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის მეთოდი შეირჩეს ინდივიდუალურად, თქვენი მდგომარეობისა და სიმპტომების მიხედვით.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის დასანიშნად. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.